თვითონ სასვენელებო და მეგობრებო, ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ გიგეს, ანუ galaktikuri ზურმუხტის კრესერის 102 შეხვედრა და აქ ლეტალია აკეთებს NLO-ს, ანუ ამოუცნობი ობიექტების კლასიფიკაციას, თუ როგორი ამოუცნობი საფრენი აპარატები არსებობს. და მინდა გითხრათ, რომ მეთვალყურე galaktikuri მომაგდო ამ გიგეს კრესერის, ამ ზურმუხტის კრესერის galaktikuri მეთვალყური არის ლეტალია ელტანა ვიენა, ანუ ელენა ეს ვინც არის მფლობელი არხისა Glubinova Pogrushenia და თავარსარდალი galaktikuri ფლოტით ასუნი და სამხედრო ატაშე ამ ფლოტისა, ასმარგადის ფლოტისა პანდორა რევიზიონი, ანუ კატერინა. ისინი მისამებიან ყველას, ვინც დაპირებებში უსმენს მათ, ვინც ჩანაწერს მოусმენს. ხო, და დაცვას აყენებს ლეტალია. მე ვუღურთავებ ყველა ბნელ და დაბალ ვიბრაციულ არსებებს შემოვიდეს ჩვენ საერთო ველში ნებისმიერი გზით და იმოქმედოს ველზე ნებისმიერი მეთოდით. ასე იქნება და ასე არის. დაფიქსირებულია. ხო, ლეტალია ამბობს, რომ დღეს მინდა მე თქვენ დაგელაპარაკოთო ამოუცნობ საფრენ ობიექტებზე, ანუ NLO-ზე. დღეს ინტერნეტის სივრცეში ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ ობიექტებთან დაკავშირებით. აგრეთვე ძალიან ბევრი ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ამ საიდუმლო, ასე ვთქვათ, სათავებიდან, სადაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში ინახებოდა. ხო, და მე მინდაო ცოტათი თქვენო მოგცეთო წარმოდგენა თუ რა საფრენი აპარატები და როგორი ტიპის საფრენი აპარატები არსებობსო. რა ვიცით ჩვენ ამ მომენტისთვის საფრენ აპარატებზე. რა ვიცითო? თითქოს და ეს NLO საკითხები თემა NLO-სთან დაკავშირებით დიდი ხანია, ასე ვთქვათ, არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ბაზები, უცხოპლანეტარული ბაზები ოკეანის ქვეშ. ვიცით, რომ არსებობს ცივილიზაციები მიწისში და რომ არისო შეთანხმება მთავრობის შორის და უცხოპლანეტარების შორის და აგრეთვე ინახავენ უცხოპლანეტარულ სხეულებს, უпроსტად ინახავენ უცხოპლანეტელების სხეულებს განსაზღვრულ დახურულ მიუცდომელ ადგილებში, სადაც მათზე აწარმოებენ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ან ისინი უბრალოდ იქ ინახება. უცხოპლანეტელები შემოდიან კომუნიკაციაში, ის უცხოპლანეტები, რომლებიც ახალ არიან. როდესაც ცოცხლები იყვნენ, შემოდიოდნენ კომუნიკაციაში. ხო, ჩვენ გვაქვსო გამოცდილება არა მიწიერ ძრავებთან, რომლებსაც იყენებდნენო დახურულ პოლიგონებზე, იმისთვის რომ გაიგოთო უпроსტად უცხოპლანეტელების ტექნოლოგიები. სინამდვილეში არსებობს რამდენიმე რასა, რაც დოკუმენტირებული იქნაო, ისინი ვინც ხშირად სტუმრობენ მიწას და არსებობს აგრეთვე ინფორმაცია განვითარებული რეზერვული ტექნოლოგიების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მე ახლა თქვენ მოგიყვებითო, თუ მე რა გადმოგცესო გიგეზე რა ინფორმაცია და მე რა ინფორმაციის მაქვსო ცდომა გიგეზე. როდესაც დედამიწელები ამბობენო სიტყვას,
ჭანდებას სიტყვას LO რუსულად. ანუ ამოუცნობი ფრინავი ობიექტი, ისინი ფიქრობენ, რომ მიდისო აქ საუბარი ერთ მოვლენაზე. ხო? ვატიეთ სინამდვილეში ამ დასახელების ქვეშ, ამ NLO გაგების დასახელების ქვეშ იმალება ათობით სრულიად სხვადასხვა ტექნოლოგიები და ფორმები, დასწრების ფორმები. ადამიანებმა მათ მიცემ მხოლოდ ერთი დასახელება, რადგან ჯერ კიდევ არ იციან მათი განსხვავება წარმოშობის და ტექნოლოგიური ხარისხის მიხედვით. მოდი ჩვენ პირობითად გავყოთ ისინი რამდენიმე ჯგუფებად. პირველი ჯგუფი, რომლებიც ეკუთვნიან ამ ეგრეთ წოდებულ NLO-ს, არის მიწიერი აპარატები. ეს არის მანქანები, რომლებიც შექმნა კაცობრიობამ საკუთარი აღმოჩენების საფუძველზე ან უკანა კონსტრუქციის ტექნოლოგიით. რას ნიშნავს უკანა კონსტრუქცია? ახლა მე თქვენ აგიხსნით. უკანა კონსტრუქცია ნიშნავს უკეთილად დაშლა რამესი იმისთვის, რომ მე თავიდან აწყოთ. აი მან მოგიყვანთ უბრალო მაგალითს. ერთი პერიოდი მე ვცხოვრობდი ფოთში დედაჩემთან და დედაჩემს იქ ჰქონდა ჯიხური. ჩვენ ბათუმიდან ჩამოგქონდა რაღაც საქონელი და დედაჩემ ერთხელ ჩამოიტანა პარკები. ხახავდის გადასაკრავისგან გაკეთებული პარკები, სასაჩუქრე პარკები. მე დავინტერესდი, დავშალე ეს პარკი და უკანა აწყობის მეთოდით დავიწყე ამ პარკების გაკეთება, ჩემი ხელით. მე აგრეთვე ზონალებსაც ხატავდი, სკოჩავდი ზევიდან და როგორც ფაბრიჩნი გამოშვება ისე ვყიდდი, მაშინ 1000 თეთრად. ჩემი გაკეთებული იყო და 1000 თეთრად ყიდდი, რომ მალე გამეყიდა. იყიდებოდა მშვენივრად. ეს სუნგებიც იყიდებოდა ბამბანელგებით ჩასადებად. დიდებსაც ვაკეთებდი, პატარებსაც ვაკეთებდი. ხო. და ამას ქვია უკანა ტექნოლოგია, უკანა აწყობის ტექნოლოგია. ესე იგი, თუ ობიექტი იყო დავარდნილი ან ჩამოგდებული ზოგჯერ სპეციალურად კაცობრიობის წარმომადგენლებს სპეციალურად უგდებდნენ დამტრეულ ობიექტებს, რომ მათ დაეწყოთ ამ საფრენი აპარატების გაკეთება. შეესწავლოთ და დაეწყოთ. ერთ-ერთი მაგალითია რუზველტის ავარია, სადაც ამბობენ, რომ გერმანელებმა სპეციალურად ჩამოაგდესო პატარა რუხების ობიექტი, იმისთვის, რომ ეს ობიექტი და ეს რუხები ჩავარდნილიყო ამერიკელების ხელში. ისინი თუ ჩაუვარდათ ეს დაცემული ან ავარიაში მოხვედრილი საფრენი აპარატი, ყველაფერს იღებენ, სწავლობენ ყველაფერს, რისი შესწავლაც კი შეიძლება და შემდეგ ატყობენ თავიდან. ეს აპარატები ექვემდებარება ცნობილ ფიზიკის ცნობილ კანონებს და წარმოადგენენ ჩვეულებრივ ცივილიზაციის განვითარების საფეხურს, შეიძლება მეტიც ცოტათ. მეორე ჯგუფი, ეს არის აპარატები დახურული პროექტებისა. ისინი უფრო უსწრებენ ცნობილ საზოგადოებისთვის ტექნოლოგიებს, მათი არსებობა ხსნის იმ დაკვირვების ნაწილს, რაც განხორციელდა ბოლო 10 წლების განმავლობაში, ეს მანქანები რჩება ადამიანური ინჟინერული აზროვნების პროდუქტი, თუმცა შესაძლებლობის გვარად ისინი ჩვენი გაგების მიღმაც გადიან და ჩვენი ჩვეულებრივი შესაძლებლობების მიღმა. მესამე ჯგუფი ამ ობიექტებისა ეს არის დამკვირვებლების ხომალდები. ისინი არასდროს არ შემოდიან კონტაქტში. ეს დამკვირვებლები არასდროს არ შემოდიან კონტაქტში და ესენი არიან უცხოპლანეტელები. მათი ამოცანა არის
ფიქსირება გაუკეთონ ენერგეტიკულ პროცესებს მაპატიეთ მათი ამოცანაში შედის ფიქსირება გაუკეთონ ენერგეტიკული პროცესების ცვლილებას პლანეტაზე. ისინი არ ერევიან მოვლენების ასე ვთქვათ ისტორიაში არ თუ ვიმეორებ თუ არ ჩდება ისეთი რაღაცები თუ არ შეიქმნება ისეთი გამონაკლისი პირობები, როდესაც საჭიროა აუცილებლად მათი ჩარევა. აი მაგალითად ატომურ ბომბთან დაკავშირებით ისინი ერევიან ასეთ შემთხვევაში და კიდევ ბევრი ისეთ შემთხვევაში, რაც საფრთხეს არა მხოლოდ კაცობრიობას უქმნის, არამედ ყველას. მაშინ ისინი ჩაერევიან. ზუსტად ეს აპარატები უმეტესწილად ჩნდებიან ხოლმე სიმაღლეზე სატვირთო ფრონტების გვერდით, ოკეანეებზე და ძლიერი ენერგეტიკული ანომალიების რაიონში. მათი დასწრება ხოლმე მოკლე ვადიანია, სადღაც რამდენიმე წამი, რის შემდეგ ისინი იქრებიან ჩვენი სივრციდან. მეოთხე ჯგუფს ეკუთვნიან სივრცეთა შორისო გადამცლელები. ეს არ არიან უკვე ჩვეულებრივი ხომალდები. ადამიანურ გაგებაში ისინი იყენებენ არა სიჩქარეს, არამედ სივრცის შეცვლის მდგომარეობას. სხვათა შორის ამის შესახებ ბევრი აქვს ნათქვამი პენი ბრედლის. სხვათა შორის მე მიკვირდა რომ არავინ დაინტერესდა პენი ბრედლის ინტერვიუთ და ახლა დღეს შევედი არხზე, რადგან იქ წერია მხოლოდ სათაური თემისა და პენი ბრედლი მიწერია ბოლოს და როდესაც ადამიანი შედის თვალში არ ხვდება პენი ბრედლის სახელი და გვარი. ამიტომ მე ცვლილებები შევიტანე 12-ვე ინტერვიუში დიეზი და ნომრის შემდეგ მე ახლა ყველგან გადავასწორი და დავწერე პენი ბრედლი და დანარჩენი შემდეგ წერია რომ თქვენ ნახოთ რომ ეს არის პენი ბრედლის ვიდეო. ხო, გამიკვირდა ამდენ ხანს რო ვერ მიაგნე ვერამბი რომ არავინ არ მითხრა მე მოусმინე და რაცა ხო ერთ ვიდეოს მაინც მოусმენ და ვინმე და აუცილებლად კომენტარს აწერდა. ხო და მე ვიფიქრე ალბათ ეს არის მიზეზი და რომ ადვილად მოძებნოთ პენი ბრედლის ვიდეო, იმიტომ რომ ეს პენი ბრედლის 12-ვე ვიდეო არეულად მაქვს ატვირთული და ძალიან ქვევითაა. ძალიან ქვევით. ამიტომ თქვენ მხოლოდ ჩასვლა გინდათ და ხელა წააწყდები პენი ბრედლი. ოღონდ იქ საგა კიდევ საგაში იმდენი ისა საერთო ჯამში აღებული ინტერვიუები, მაგრამ იმისთვის რომ კარგად გაეცვალოთ, მე თქვენ გირჩევთ მხოლოდ ჯერ ინტერვიუს მოусმინოთ და ადვილად ნახავთ. იმიტომ რომ მე მიწერია დიესი ნომერი და პენი ბრედლი. ასე რომ თუ ვინმე ეძებდა და ვერ მოძებნა, ამის გამო დიდ ბოდიშს გიხდით. და ვისაც სურდა მაგის მოძებნა, აგისურვდათ სურვილი. ხო, კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ამიტომ დამკვირვებელს გონიაო რომ ობიექტი უცებ გამოჩნდა და უცებ ინტუთასვე გაქრა. სინამდვილეში ის არ მუშაობს სიჩქარეზე, არა. ის უბრალოდ ატიებს სივრცის იმ ფენაში ყოფნას, რომელსაც აღიქვამს ადამიანური თვალი. მაპატიეთ, რომელსაც აღიქვამს ადამიანური თვალი. ის ატიებს იმ სივრცეში, არ ჩანა იმ სივრცეში და ის გადადის იმ სივრცეში, რომლის სივრცის აღთქმა ადამიანური თვალით შეუძლებელია. ამიტომ ასეთი უბრალო პასუხი არის ამასთან დაკავშირებით. მეხუთე ჯგუფს, საფრენი აპარატების მეხუთე ჯგუფს ეკუთვნიან ბიოტექნოლოგიური ობიექტები. ისინი არ არიან აშენებული ცალ-ცალკე დეტალებისაგან. და რას ნიშნავს ბიოტექნოლოგიური აპარატი? ეს არის ბიოლოგიური აპარატი. დასვარგული არა, აშენებული არა
ნაწყვეტისგან შექმნილი არა და გაგიკვირდებათ. ალბათ ისევ ბევრ თქვენგანს აპარატ მოიჩვენება. ეს მეხუთე ჯგუფის აპარატები არის ერთიანი ცოცხალი სტრუქტურები, რომელიც აღზრდილია უზარმაზარი ორგანიზმის მაგვარად. მათი გარსი ერთდროულად არის ძრავაც, ერთდროულად არის მართვადი სისტემაც და ერთდროულად არის კავშირის საშუალება. მიწიერი დამკვირვებლისთვის მასეთი ზედაპირი გონია იდეალურად სწორი. ნაკრების ნაწებების პრიმიტიული კონსტრუქტიული ელემენტების გარეშე. საერთოდ ბევრი სვამსო კითხვას ხშირად რატომ აღწერენ ამ აპარატებს როგორც ვერცხლისფერი წვეთისებური, წყლის წვეთისებური ფორმის. მე პირადად მაქვს ნანახი ამდაგვარი ფორმის ობიექტი ჩემი თვალებითო. რამდენიმე წლის უკან, როდესაც თვითმფრინავში ვიჯექიო და სადღაც მიფრინავდიო და თვითმფრინავის ქვეშო გაიქროლაო რაღაცამ რა და ისე ჩქარაო რომ მე ტელეფონი მქონდაო ხელში და ვერც კი მოვასწარიო გადაღება. ის გაქრაო ჩემი მხედველობის არედანო. თუმცა ის ჩანდაო ძალიან კარგად. ის იმდენად დიდი წყლის წვეთისებური ფორმის ობიექტი იყო, სრულიად ვერცხლისფერი ფერის, რომელიც მოძრაობდა აუხსნელი სიჩქარით თვითმფრინავის პერპენდიკულარულად და ამდაგვარ კითხვას ბევრი სვამსო, რატომ არ არისო ასეთი აპარატები ჯერ კიდევ ახსნილი ან გასაჯაროვებული? პასუხი უბრალოაო. იმისთვისო რომ სივრცის ფენებს შორის უფრო მყარი, ესე იგი, მაპატიეთ, ერთად კარგად დავლაგდები ახლა, დავალაგებ, ცოტა ისეთი დიდი ისაა აბზაცი. ხო, ახლა გასაგებია ჩემთვის. ესე იგი, იმისთვის რომ მოხდესო გადაადგილება სივრცის ფენებს შორის, უფრო მყარი გადაადგილების მეთოდი არის განუწყვეტელი ნაკადის გეომეტრია. ეს ნივთები, ეს საკითხი, უბრალოდ ეს საკითხები, რასაც ახლა მე თქვენ გიხსნითო, ეს ობიექტები გამოდიანო ფიზიკის პარამეტრის გაგებიდანო, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთო. აქ ასე ვთქვათ, თვალყური ედევნება საერთო ჯამში ფაქტებს და პროცესებს, რომელიც გამოდის ჩვენი გაგების ფარგლებიდან. მაპატიეთ, რომლებიც გადის ჩვენი გაგების ფარგლებს მიღმა. მამდაგვარი სატრანსპორტო სისტემები, ეს ბიოლოგიური ტექნოგენური ობიექტები არის ადამიანური და სივრცითა შორისო сивцивли დაკვირვება არა, მე სწორად ვამბობ, актерия. Это человеческое и межпространственное, пространственное наблюдение. მოდით მე რუსულად კიდევ წავიკითხავ.
Это человеческое и межпространственное наблюдение. მე ასე გავიგე. ასე გადავთარგმნე ახლა, რომ ეს ამდაგვარი სატრანსპორტო სისტემები ეს არის ადამიანური და სივრცეთა შორისებული სივრცის დაკვირვება. ასე უფრო სწორად იქნება. თუ თქვენ უკეთესი ვარიანტი გაქვთ, კი ბატონო, მომწერეთ კომენტარებში. თარგმანის უკეთესი ვარიანტი თუ გაქვთ. მადლობელი ვიქნები, მაგრამ მე მეტი უკეთესი ვარიანტი შეიძლება ხა ინტერნეტში რომ შევიდე ამომიგდეს, მაგრამ ჭედავს ინტერნეტი და არ მინდა დავკარგო ტექსტი. ხო, რომელიც გადაიკუთება სივრცის ერთ აბიუმში. ესე იგი კონტაქტი გრძელდება მხოლოდ რაღაც წამში, რაღაც წამებში. და ვინც აკვირდება ამას ყველაფერს დამკვირვებლებისთვის, ეს შეიძლება ამ ბიოლოგიური ტრანსპორტის გადაადგილება და ემსგავსოს აფეთქებას. ან უბრალოდ რაღაც ტრაექტორიის მოძრაობას, ან სინათლის მცირე ობიექტს, რომელიც სწრაფად კვეთს ადამიანის ხედელობის ველს. და ეს აპარატები რატომ არ იმალებიან სრულიად? იმიტომ რომ ეს არ შედის მათ ამოცანებში. ისინი არ დემონსტრირებენ ისინი არ თამაშობენ დამალობანას, არა. ისინი მუშაობენ თავიანთ საკუთარ რეჟიმში. ადამიანი კი ხოლმე უმეტესწილად ვარს ამბობს დაიჯეროს ეს და რადგან ეს ადამიანი ხოლმე ხტება მოწმე ამ ობიექტების გადაკვეთისა, იმიტომ ხედავს ამას მომენტალურ გამოჩენას და გაქრობას. საერთოდ არსებობს კიდევ ერთი გავრცელებული კითხვა. დღემდე რატომ არ მივიღეთ ჩვენ საბოლოო პასუხი და ახსნა ამ ყველაფერთან დაკავშირებით? ჯერეთი ის, რომ სხვადასხვა დაკვირვებები მიეკუთვნება სხვადასხვა მოვლენებს. სახელწოდებით NLO. რაც რუსულად იშიფრება როგორც неопознанный летающий объект. ქართულად ამოუცნობი საფრენი აპარატი. და რატომ აღმოჩნდა ისინი საიდუმლო მიწიერი შემუშავებები, ატმოსფერული ფენომენები ან აღქმის შეცდომები და ბევრი სხვადასხვა ახსნავს ამას ყველაფერს. და ისინი ყველაფერი გაერთიანდნენ ერთ აბრევიატურაში. აბრევიატურა. უпростად მაპატიეთ აბრევიატურაში. აბრევიატურაში. და სანამ და ახლა ჯერჯერობით ყველაფერი შერეულია ერთ კატეგორიაში, ასე გონიაო ბევრს, რომ ყველა ეკუთვნისო ერთ კატეგორიაში. უძლებელია რაღაც კონკრეტული ახსნა მისცე რამეს. იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი არა გამოქვეყნებული და ჩვენ არ ვიცით რა ახსნა მისცეთ ამას ყველაფერს, ხო? და ჩვენი გიკესი და ჩვენ იმ არხივების თვალსაზრისით, ვისაც მე ძიებას ვუგზავნიდი და ვეძებდი პასუხებს ამ კითხვაზე, მათი ნათქვამითო კაცობრიობა იმყოფებაო ჯერჯერობით მხოლოდ თავისი გზის დასაწყისში ამ ობიექტებთან შეფარდებაში. დროთა ხანის განმავლობაში, რასაკვირველია, გაჩნდება ახალი კლასიფიკაცია და სიტყვა ამოუცნობი
თანდათან გაქრება. მას შეცვლის გაგება, რომ სამყარო უფრო განსხვავებულია, მრავალფეროვანია, ვიდრე ახლა ამას ხსნის თანამედროვე მეცნიერება და მრავალი მოვლენები, რომლებიც დღეს ჩვენ გონიათ ამოუხსნელი, და გონია ამოცანა რაღაც ზღაპარი საიდუმლო, ერთხელ ეს მოვლენები დაიკავებენ თავიანთ ბუნებრივ ადგილს სამყაროს საერთო სურათში. და ჩვენ როდესაც ვუყურებთ ღამის ცას, ჩვენ გონია რომ გარშემო სუფევ სიცარიელე. თუმცა ბევრი ჩვენგანი თვალს ადევნებენ ხომალდებს, ანთებებს და ჩვენ ამის შესახებ ვუზიარებთ ამ ინფორმაციას, ამის შესახებ ჩატებში ყველას. ბევრი ამდაგვარი ობიექტებისა იყო შექმნილი არა ადამიანური ხელებით და არასდროს არ ვლინდებოდნენ ჭიდრო მატერიაში, რადგან რჩებიან შეუმჩნეველი ადამიანური ხედვისთვის. გიგეს ეკიპაჟი ანსხვავებს რამდენიმე მთავარ ნაკადებს კოსმოსური მოძრაობისა უпростоრად. ჯერეთ ის, რომ საპატრულო ხომალდები და დამკვირვებლები ეკუთვნიან ცივილიზაციებს, რომლებიც თვალს ადევნებენ ახალგაზრდა სამყაროების ევოლუციას. მათი ამოცანა არ არის ჩარევა, მათი ამოცანა არის ცნობიერების განვითარებას ადევნონ თვალი პლანეტის ენერგეტიკულ ცვლილებებს და სივრცეთაშორისო მარშრუტების უსაფრთხოებას. ისინი ძალიან ნაკლებად უახლოვდებიან დედამიწას და უფრო ეს რა არის? რაღაც ტელეფონზე არა მომეჩვენა. და ისინი ძალიან ნაკლებად უახლოვდებიან დედამიწას და ურჩევნია დარჩნენ შორეულ ორბიტალურ საზღვრებზე. შემდეგი ჯგუფი, რომელიც შეადგენს კვლევით ექსპედიციურ ხომალდებს, ეს ჯგუფი, ამ ჯგუფის ხომალდები ჩნდებიან ძალიან იშვიათად და მუშაობენ მოკლე ციკლებით. მათ ინტერესს წარადგენს გეოფიზიკური პროცესები, დედამიწის მაგნიტური ველი, ოკეანეები, ატმოსფერო, კოლექტიური ადამიანური კოლექტიური ცნობიერების ცვლილება. აი მათ რა ინტერესებს. და ზოგჯერ მათ ჩვენ ვამჩნევთ ჭექა ქუხილის ფრონტების სიახლოვეს ოკეანების ზევით ან იმ რაიონებში, სადაც მაღალია ტექტონური აქტივობა, ანუ სადაც მიწისძვრებია ხშირად. და ისინი პირდაპირ შეფრინდებიან ხოლმე ცეცხლოვან ვულკანში და გამოფრინდებიან ამ ცეცხლოვანი ვულკანიდან. წარმოიდგინეთ და განსაკუთრებულ კატეგორიას ქმნიან ხომალდები დედამიწის შიდა ცივილიზაციებისა. ისინი იყენებენ მიწისქვეშა და წყალქვეშა გადასასვლელებს და ძალიან იშვიათად ტოვებენ პლანეტის საზღვრებს. მათი ტექნოლოგიები გათვლილია პირველ რიგში ფარულ გადაადგილებაზე მიწიერი გარემოს შიგნით. ამიტომ ასეთი აპარატები არაერთხელ გამოჩნდებიან ხოლმე მთიანი მასივების სიახლოვეს, პოლარული რაიონების სიახლოვეს. ესე იგი, მათ ამოცანაში არ შედის, რომ ჩვენ მათ დავაკვირდეთ. არსებობს აგრეთვე სატრანსპორტო ხომალდები ცივილიზაციების
კავშირებისა და GPSS კავშირებისა, ანუ galaktikuri ფედერაციული სინათლის კავშირებისა ხომალდები ამათი. ისინი აგრეთვე არიან სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა დანიშნულების. ისინი შეიძლება შეადაროთ ვარსკვლავთა შორისო მაგისტრალურ გადამზიდველებს. ისინი არასდროს არ შემოდიან მჭიდრო ატმოსფეროს ფენებში, რადგან ასრულებენ კავშირის ფუნქციას კოსმოსური სივრცის სხვადასხვა სექტორებს შორის და ემსახურებიან მუდმივ მარშრუტებს და საბოლოოდ სპეციალიზირებული ხომალდები. ცალკე კატეგორიას შეადგენენ სინათლის ხომალდები მაღალ სიხშირიანი ცივილიზაციებისა. კაცობრიობის აღთმისთვის, ადამიანური აღთმისთვის ისინი ხშირად გამოიყურებიან როგორც წყინავის სფეროები, პლაზმური ქმნილებები ან ცეცხლის ალები, რომლებიც ხშირად იცვლიან ფერებს. სინამდვილეში იმდენად არა მექანიკური აპარატები, რამდენადაც ისინი იმართებიან ენერგეტიკული სტრუქტურებით, რომლებიც ცნობიერება, ანუ ეკიპაჟის ცნობიერება და თვით ხომალდი მუშაობენ როგორც ერთიანი სისტემა. ანუ ეკიპაჟს აქვს პირდაპირ კავშირი ამ ბიოლოგიურ ხომალდთან და ისინი მუშაობენ როგორც უпроსტად ცნობიერება ეკიპაჟის და ხომალდის ცნობიერება არის ერთდროინდელი და მუშაობენ როგორც ერთიანი სისტემა. სივრცეში მიწის გარშემო ზოგჯერ ჩნდებიან აპარატები უფრო ახალგაზრდა ცივილიზაციებისა, რომლებიც ასრულებენ ვარსკვლავთა შორისო პერიოდებს გადაფრენებს. მათი ტექნოლოგიები საერთოდ უფრო ნაცნობია ჩვენთვის, ნაცნობია ჩვენი ინჟინერიისთვის, რადგან ისინი უფრო მოგაგონებენ კლასიკურ კოსმოსურ ხომალდის კორპუსით, შიდა ოცეკებით და ბუნებრივი კონსტრუქციით. მაგრამ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიები თითქმის არ გამოიყენება მოძრაობაში ჩვენთვის მიჩვეულ გაგებაში. ესე იგი, იმის მაგივრად, რომ ხომალდებმა რაღაც მანძილები გადალახონ, ამის მაგივრად ისინი ცვლიან თვით სივრცის პარამეტრებს. ამდაგვარი გადასვლა არ შეუძლებელი, ამდაგარი გადასვლა შეუძლია შეადარო ფრენას. ეს უფრო ჩამოგავს გადატანას და ესე იგი დასწრებითი წერტილის გადატანას ერთი რეალობის ფენიდან მეორე რეალობის ფენაში. ხომ გესით ჩემი? აი მაგალითად, აი ესე ჩემი ხომალდი, ხო? ეს ბოთლი. მე ფრენას კი არ ვაწარმოებ, არა. მე ვდგავარ ერთ ადგილზე, ერთ წერტილზე, რეალობის წერტილში, ერთი რეალობის წერტილში. ეს არის ჩემი რეალობა. ზუგდიდში ვარ ნაქირავი ბინაში, ეს არის ჩემი წერტილი, ხო? ხო. ახლა მე რას ვაკეთებ იმისთვის, რომ მაგალითად რეალობის მეორე წერტილში მოხვდე. მე კი არ გავფრინდები, არა. მე შევცვლი ამ სივრცის, სადაც ვარ, პარამეტრებს. და მე ჩემ ხომალდთან ერთად აღმოჩნდები რეალობის მეორე რეალობის წერტილში. მეორე წერტილი კი არა, მეორე რეალობის წერტილში, ესე იგი სხვა რეალობაში. გაუფრენად, გადაადგილებით ამ ჩემი სივრცის პარამეტრების შეცვლით, მე შემიძლია ნებისმიერ ადგილას აღმოჩნდე. ხო. და ვიც ამას შორიდან უყურებს, გონიათ, რომ
ხომალდი გაქრა. თუმცა ფაქტიურად ის უბრალოდ გამოდის სამგანზომილებიანი აღთქმის დიაპაზონიდან. ეს ტექნოლოგია მოითხოვს ძალიან ზუსტ სინქრონიზაციას პლანეტის ენერგეტიკულ სტრუქტურასთან. ამიტომ ბევრი მოწმეები ყვებიან, რომ ობიექტი გაქრა უცებ რასგონის გარეშე და ტორმუზის გარეშე. ის არ არჩქარებულა, იმან უბრალოდ დაასრულა გადასვლა და გაქრა. ჩვენი გიკის ეკიპაჟში, ჩვენ სამეთაურო პუნქტში ამ დაგვარ სისტემას პირობითად უწოდებენ პორტალურ ნავიგაციას. ანუ კარიბჭულ ნავიგაციას, ქართულად რომ ვთქვათ, ქართული სიტყვებით. ის არ ქმნის ტუნელებს, ის არ აღებს კარიბჭეებს, ის არ აღებს კიდევ რაღაცა რომ იტყვიან ჩელატოჩინას, არა. სივრცე თითქოს მოკლე ვადით გადაწყობას უკეთებს თავის საკუთარ გეომეტრიას, რაც აძლევს საშუალებას ხომალდს გადავიდეს არსებობის შემდეგ დონეს. და ადამიანური ცნობიერების განვითარებასთან ერთად განსხვავება ორ გაგებებს შორის, მაგალითად, როგორც ხომალდი და ენერგეტიკული ფორმა და გაგებას შორის ცოცხალი ცნობიერება, ამათ შორის განსხვავება მალე გაქრება. და ეს გაგებები, მაგალითად, როგორც ხომალდი, ენერგეტიკული ფორმა და ცოცხალი ასლება, თანათანობით გაქრება, რადგან მოვა ამათ შენაცვლებიან ახალი ტექნოლოგიები. ეს ტექნოლოგიები უკვე აქ არის და ისინი მალე ჩვენთვის გაიხსნება, მაგრამ ამას ხელს უშლის ჩრდილოვანი სახელმწიფო. არ უნდა ჩრდილოეთ სახელმწიფოს ადამიანის ხელში ჩაუვარდეთ ეს ტექნოლოგიები. არ უნდა. მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები, მაბადიეთ, ტექნოლოგიები არა. მაღალგანვითარებული ცივილიზაციები უკვე დიდი ხანია მაღალგანვითარებულმა ტექნოლოგიისა რამჭს. დღეს 31 გრადუსია ზუგდიდში და ალბათ გადავხურთ. მაღალ ტექნოლოგიური ცივილიზაციებმა უკვე დიდი ხანია მიატოვეს გაყოფა ტექნიკა და სიცოცხლის შორის. მათთვის ხომალდი არის წარმოადგენს ეკიპაჟის გაგრძელებას, ეკიპაჟი კი არის თვით ხომალდის გაგრძელება. ამიტომ ბევრი აპარატები მოჩანს როგორც იდეალურად ბრწყელები და იდეალურად გლუვი. უნაკერო და თითქმის ცოცხლები. თითქოს არ არიან აშენებული, არამედ გაიზარდნენ შეფრთელთან ერთად. მე ბიბლიოთეკაში გიკეზე დავსვი ასეთი კითხვა. თუ ეს ცივილიზაციები იმდენად სხვადასხვა მრავალფეროვანია, რატომ იყენებენ ისინი ჩვეულებრივ ხომალდეს და რატომ იყენებს ზოგი პარტია ისეთ ხომალდეს, რომლებიც თითქოს სივრცეში ქრებია და რა განსხვავება მაგალითად ამ ორ ცივილიზაციების ტექნოლოგიებს შორის. პასუხი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. კოსმოსური ცივილიზაციების ტექნოლოგიები ირეკლავენ არა მხოლოდ მეცნიერების დონეს, არამედ მათი კოლექტიური ცნობიერების განვითარების დონეს. და რადგან მე ვთქვი, რომ ახალგაზრდა ცივილიზაციები აშენებენ ხომალდეს ფიზიკური მასალისაგან, მათთვის ტექნოლოგია რჩება ერთადერთი ინსტრუმენტი ცივილიზაცია საშუალო დონისა, იწყებს გაერთიანებას პილოტის და ცნობიერების და ნავიგაციული სისტემების და ხომალდები თანდათანობით ხდება ეკიპაჟის გაგრძელება და უნარიანები არიან პილოტის აზრზე გამოიხმაურონ უფრო ჩქარა ვიღე მექანიკური ბრძანებები.
მაგრამ არსებობს ცივილიზაციები, რომლებმაც დიდი ხანია ამ ზღვარს მიღმა გავიდნენ, ამ ზღვას გადააბიჯდნენ, მაგალითად ლავერტები, ცივილიზაცია ლავერტები, რომელზეც ჩვენ საუბრობდით ერთ შარშან გადაცემაში კი საუბრობდა, მაგრამ ეს ვიდეო ჯერ არ მაქვს გადათარგმნილი. ამ ლავერტების ხომალდები შეუძლებელია აღიარონ მექანიკურებად, რადგან ისინი წარმოადგენენ მყარ ენერგეტიკულ ფორმებს, რომლებიც იქნება თვით ცივილიზაციის ცნობიერების ველიდან, აპარატი თითქოს იბადება კოლექტიური განზრახვიდან და არსებობს ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანს არის საჭირო და თუ იმ ამოცანის შესაძლებლად. ამიტომ დამკვირვებლისთვის ჩანს მხოლოდ ცისარტყის ფერული აფეთქება და ან ვერცხლისფერი წყლის წვეთის ფორმა, სინათლის განათებული წყლის წვეთის ფორმა, ან რაღაც გაუგებარი მოძრაობა. ამდაგვარი მსგავსი ტექნოლოგიები სარგებლობენ სეანსის, არა, მე არ მიშლება. სეანსი კი არა, სენსას ცივილიზაცია. მათი ხომალდები უფრო მოგაგონებენ ცოცხალ სინათლის ორგანიზმებს. მათ აქვთ უნარი შეიცვალონ ფორმა, სიმჭიდროვე, სპექტრი განათებისა და ადაპტაციას უკეთებენ იმ გარემოს, რომელშიც იმყოფებიან. მათთვის კორპუსი არ არის მყარი კონსტრუქცია, ის მუდმივად გადაიქმნება, გადაიწყობა თითქოს ცოცხალი უჯრედი. ჩვენი ძვირფასი ვირჯინებიც, ვინც არის შეგახსენებთ, რომ ვირჯინები ეს არის ცივილიზაცია, ნახევრად ადამიანები, ნახევრად ხეები და ისინიც იყენებენ ხომალდებს, იმდაგვარ ხომალდებს, მაგრამ მათი ტექნოლოგია უფრო დაფუძნებულია ცოცხალ ბიოველებზე. ანუ ველებს იყენებენ. ისინი მათ ურჩევნიათ ააშენონ ხომალდები, როგორც უზარმაზარი ბიოლოგიური არსებები და ან როგორც უზარმაზარი კონსტრუქციები, ხოლმე ხანდახან ამ ჯერჯინების ხომალდები გავლარიან ხეებს. ყოველი აპარატს აქვს თავისი საკუთარი მეხსიერება, ხასიათი, ენერგეტიკული ნახატი და სახურების დამთავრების შემდეგ ხომალდს კი არ შლიან, ის მუდმივად დნება, როდესაც დამთავრდება მისი ფუნქცია მუშაობის დრო, ხო, მოიწურება. ხომალდი დნება და უბრუნებს თავის დაგროვილ ენერგიას ცივილიზაციის საერთო ველში. ანუ არაფერი იკარგება. ერთი წვეთ ენერგიის არ მიდის არსად. მაღალი საბჭოები, galaktikuli საბჭოებისა იყენებენ კიდევ უფრო იშვიათ გადაადგილების ფორმას, რასაც უწოდებენ პორტალური ნავიგაცია. ეს პორტალური ნავიგაცია ხდება ცნობიერების გავლით, ცნობიერების მეშვეობით უბრალოდ. მისთვის არ არსებობს ხანძლივი ფრენები. ხომალდური რას ვამბობ, რას? მისთვის არ არსებობს ხანძლივი ფრენები კოსმოსური სივრცის გავლით. არა, ეს ტექნოლოგია სულ სხვაა. ხომალდი შედის სრული რეზონანსის მდგომარეობაში სივრცესთან, რის შემდეგ თვით რეალობის სტრუქტურა მოკლე ვადით თვლის თავის თვისებებს. გვერდიდან თითქოს მოგეჩვენება, რომ აპარატი უცებ გაქრა, მაგრამ სინამდვილეში აპარატი კი არ ქრება, სინამდვილეში ქრება. აუცილებლობა გადალახო ეს მანძილი ჩვეულებრივი მეთოდით. ამიტომ ბევრი მოწმეები აღწერენ ერთ-იგივე ფენომენს. გემი, აი თვითმფრინავი რომჯერ აფრენდება ხომ რაღაც მანძილს გარბის, გარბენის გარეშე ხომალდი არ გარბის, არანაირ გარბენებს არ აკეთებს. არც ატორმუზებს თავის ხომალდს არა, არც აბრუნებს სადმე თავის ხომალდს არა, ის დგას ერთ ადგილზე და უცებ ქრება, ატიებს იყოფნას. და ადამიანის თვალი მხოლოდ იმის
ნახვა სასწრებს, რომ ხომალდი გაქრა. და არის კიდევ კატეგორიები ყველაზე იშვიათი ხომალდებისა, რომლებიც ეკუთვნიან სრულიად შექმნილ ხომალდებს ცოცხალი ცნობიერებიდან. ანუ ქმნიან ხომალდებს ცოცხალი ცნობიერებიდან. მათი განსხვავება ეკიპაჟიდან შეუძლებელია. იქ არ ყავთ პილოტი, იქ არ არის მანქანა. იქ მთლიანად მთელი სისტემა წარმოადგენს ერთიან მოაზროვნე არსებას. რის შიგნით ეკიპაჟის წევრების ცნობიერება მოქმედებს თითქოს როგორც უჯრედი ერთიანი ორგანიზმისა. ამდაგვარი აპარატები არ ხმაურობენ მუშაობის დროს. ამდაგვარ აპარატებს არ აქვთ ძრავები და პრაქტიკულად არ ტოვებენ ენერგეტიკულ კვალს. ზუსტად ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით მიწიდან ზეცას, ხალხს შეუძლიათ ნახონ მრავალფეროვანი ობიექტები და შეცდომით ჩათვალონ, რომ მათი წარმომადგენელი არიან ედეგივე ცივილიზაცია. სინამდვილეში ისინი ეკუთვნიან სხვადასხვა კულტურებს. და ესე იგი, ხომალდები, რომლისაც თქვენ აკვირდებით და ზოგადი სინათლის ეფექტები, ისინი გამოიყენება სხვადასხვა ტექნოლოგიების განვითარების ზონაზე და ეკუთვნიან სხვადასხვა კულტურებს და სხვადასხვა წესით, სხვადასხვა მოქმედების წესი აქვთ სივრცესთან. ჩვენი გიგეს ეკიპაჟი თვლის, რომ ერჩვენიერ დღეს კაცობრიობაც გაივლის ამ გზას მექანიკური ძრავებიდან ენერგიის მართლობამდე, შემდეგ სივრცის მართლობამდე და საბოლოოდ ტექნოლოგიამდე, რომლებშიც ცნობიერება და თვითსამყარო იმუშავებენ როგორც ერთიანი ცოცხალი სისტემა. და რა ხდება კაცობრიობის ურთიერთობის მომენტში ამ ხომალდებთან დაკავშირებით. ამ ხომალდებთან უბრალოდ კონტაქტისაც ამ სხვადასხვა კლასისა. კონტაქტები ხდება ძალიან იშვიათად. ეს უნიკალური მოვლენა, როდესაც ხდება ცოცხალი ფიზიკური ან ენერგეტიკული კონტაქტი, ეს ძალიან იშვიათია, თუმცა მენტალის ზონაზე ჩვენ დიდი ხანია კონტაქტობთ ამდაგვარ ხომალდებთან. და გიგის ქრონიკების მიხედვით, ღია კონტაქტი არასდროს არ იყო მთავარი ამოცანა უმრავლესი არამიწიერი ექსპედიციების არა. თუმცა ჩვენ ამას ველოდებით, მაგრამ სინამდვილეში და ხო ჩვენ ველოდებით ფიზიკურ შეხვედრას უცხოპლანეტელებთან და ზოგი ელოდებიან ნეგატიურ უცხოპლანეტელებს. და ბევრი არის ფანტაზიური, რაი ფანტაზიურს არ იცის, მაგრამ ეს არ არის თავარი. ცივილიზაციების განვითარებისთვის პირველ რიგში არის მთავარი არა დემონსტრაცია საკუთარი დაცლებისა, არამედ შენარჩუნება ბუნებრივი განვითარებისა ჩვენი ძალიან ახალგაზრდა ცივილიზაციისა, ჩვენი დედამიწისა და ნებისმიერი პირდაპირ ჩარევა შეუძლია ყველა შეცვალოს ისტორია, გამოიწვიოს რელიგიური კონფლიქტები, პოლიტიკური კონფლიქტები ან დამოუკიდებლობა კაცობრიობისა გარეთ დახმარებას, ხო? როგორც ნარკომანი, ესე იგი, სულ მდუდით იქნება დახმარება გარეთ. ამიტომ ისინი მოქმედებენ, ესე იგი, აქ მოქმედებს მინიმალური პრინციპი ჩარევისა. ამის ესეთ ბევრი ექსპედიცია აკვირდება, აგროვებს ინფორმაციას, ან ასრულებს საკუთარ ამოცანას და სულ არ ცდილობს ანახოს დედამიწელებს თავი, ან შეეცადოს კონტაქტი ქონდეს. ამიტომ დაკვირვებები გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამი და თუ ჯერ ერთი უმრავლესობა აპარატებისა არ იმყოფება მუდმივად ჭირო ატმოსფეროში მიწისა. მათ შეუძლიათ მხოლოდ მოკლე ვადით გადაკვეთონ სივრცის ცალკე მონაკვეთი ან მოახდინონ გადასვლა სხვადასხვა ზონებს შორის. მეორე ის, რომ უმრავლესი აპარატები
არ იმყოფებიან ჩვენი დაკვირვების ზონაში. და მოძრაობის ტექნოლოგიები შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენთვის ჩვეული ტექნოლოგიებიდან, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენ ავიაციაში, ხო? ჩვენ მივეჩვენეთ, რომ თვითონაც ერთხლიდან აქვს მწვანე ლამპოჩქა, რომელიც ხან ხრება, ხან ანათებს და ჩვენ აღნიშნავთ, რომ თვითონავი რომელიც არის თვითონავი, რადგან თუმცა ჩვენ ვერ ხედავთ მის კონტურს ღამით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის თვითონავია, ხო? ან დღისით. და აპარატების ნაწილი შეუწყვეტლივ არ მიფრინავს ატმოსფეროში, არამედ ასრულებს სერიებს ძალიან მოკლე სიცივცეული გადასვლებისა და დაკვირვებისთვის ეს ჩანს როგორც უეცარი გამოჩენა, უეცარი აჩქარება და ასევე ჩქარი გაქრობა. აგრეთვე არსებობს კიდევ მასკირობის ფაქტორი. თუ აპარატი შეუძლია შეცვალოს თავისი ოპტიკური თვისებები ან ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ადამიანი ხედავს ძალიან მოკლე მომენტს, როდესაც პირობები ამ მომენტში დაკვირვების, ესე იგი, მომენტში თქვენ აღმოჩნდით იმ ადგილას და ეს შეამჩნიეთ. ესე იგი, როდესაც ჩვენ ხვდებით ჩვენი მხედველობითი სპექტრის დიაპაზონში, ამიტომ სხვადასხვა ობიექტები გამოიყურებიან სხვაგვარად. და ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა ადამიანებისა არის ის, რომ ისინი აერთიანებენ ყველა უჩვეულო ობიექტებს ერთი სიტყვით NLO. ყველა ცივილიზაცია დაფრენავს თავის მანქანებზე. ისევე როგორც დედამიწაზე არსებობენ ავტომობილები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები, დირიჟაბლები, მიწისქვეშა ნავები და ასე შემდეგ. ყოველი მათგანი ასრულებს ამოცანას და სხვადასხვა არამეტიერი აპარატებს შეუძლიათ აგრეთვე ჰქონდეთ სხვადასხვა კონსტრუქციები და სხვადასხვა საიდუმლო. მაგრამ ისინი არიან ესე იგი მათ აქვთ ამოცანა, ზოგს აქვს ამოცანა ატმოსფერო გამოიკვლიოს, ზოგი მუშაობს მხოლოდ კოსმოსში, ზოგი მუშაობს ტრანსპორტულ ხომალდების სახით, მეოთხენი აკვირდებიან, მეხუთენი ემსახურებიან ენერგეტიკულ პლატფორმებს, ამიტომ დისკოსებური, სფერისებური, სამკუთხედური, სეგოსებური, წვეთისებური ობიექტები საერთოდ ჯამში არ არიან ვალდებულებები ჰქონდეთ ერთ და იგივე წარმოშობა და ერთ და იგივე მნიშვნელობა. ასე რომ მოწმეებს, ვინც გახდა ამ მოვლენის მოწმე, შეუძლიათ ყველა ობიექტი აღწერონ ერთნაირად. მე ჩვენ ხო ყოველთვის არ ვიყურებით საში და ეს ყველა ეს მოვლენები, ეს ყველაფერი თვითონავების ეს ხომალდების გამოჩენა, გაქრობა დღესითაც ხდება. დღესითაც. ობიექტი შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მდგომარეობა, სხვადასხვა მანძილი, სხვადასხვა განათება, სხვადასხვა ამინდი და აგრეთვე შეხვდეს დამკვირვებლის მხრიდან სხვადასხვა ხედვითი აღთქმა, ხო? ანუ გააჩნია რა დროს მოხდები. და ამიტომ ამბობს იტალია ამ ხომალდების კლასიფიცირება და მათი ასე ვთქვათ ერთ ტაბულაში ჩასვლა რაცხა ძალიან რთულია, რადგან ისინი არ ეყრდნობიან არც ერთ პოსტულატებს, რადგან ყოველი მოწმე ხედავს თავისებურად ყველაფერს. ამიტომ ბევრი რამ არ არის ჯერ გამოქვეყნებული, რადგან არ იციან მათი საერთო ვერ ხსნიან უბრალოდ მათ საერთო წარმოშობას, ვერ ხსნიან თუ
ვის შეიძლება ეკუთვნოდნენ ეს თუ ის დედა ობიექტი. ცივილიზაციამ უნდა მიაღწიოსო განსაზღვრულ დონეს იმისთვის, რომ გაიგოს. ანუ ყოველი ცივილიზაცია ახდენს თავის მომწიფებას, როგორც ხილი. ესე იგი, ჩვენი ცივილიზაცია იმდენად უნდა მომწიფდეს, რომ ამ მასალების გახსნამ არ გამოიწვიოს ქაოსი და ხალხი არ ჩავდოს პანიკაში. ამიტომ ითვლება, რომ თავარი მოვლენა არ არის თვით ხომალდების გამოჩენა, არამედ თანდათანობითი შეცვლა თვით კაცობრიობისა, პასუხისმგებლობის განვითარება, კონფლიქტური მიდრეკილების შემცირება, სამეცნიერო გაგების განვითარება და ზადყოფნა აღვიქვათ ამ უცნობის შიშების გარეშე და პანიკური შეტევების გარეშე. ამიტომ მიდის ეს გახსნა ძალიან ნელა, რადგან ყველა არის მზად მიიღონ ეს ინფორმაცია. ამიტომ ბევრი კვლევები რჩება მხოლოდ მოკლე ჩანაწერებად და ეს ხელს არ უწყობს გახსნას. ახლა უბრალოდ დაველოდოთო საიდუმლო ფაილების გახსნას და ნახოთო თუ როგორ შეძლებენო ჩვენი სამყაროს აღთქმის შეცვლას. ხო, ახლა მე დავამთავრებო ჩემი გამოსვლა და გადავცემო სიტყვას ასუნს. ასუნი მიისალმება ყველას, ეკიპაჟის წევრებს, მენელებს და იმ სინათლის ცივილიზაციებს, რომლებიც ახლა ესწრებიან წვრილ დონეზე გიგეს, ხო, ეს გიგე წვრილ დონეზეა, ფიზიკურ დონეზე არა და უსვენენ ამათ. ხოლმე ბევრი ცივილიზაცია ერთჯერ ერთი, მეორეჯერ მეორე ესწრება ხოლმე ამათ გადაცემებს წვრილ დონეზე. ასუნი ამბობს, რომ მე მივესალმებიო, ხო, გითხარით. და მე მივესალმები სინათლის ცივილიზაციებს, რომლებიც ეხლაო ესწრებიანო ჩვენ ეფირში დიდ რაოდენობაში და თავის ხომალდეები ჩვენ გარშემო იმ სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ჩვენ კი თქვენთან ერთად ვიმყოფებით, ყოველთვის არ ვიმყოფებით მიწის სივრცეში, არა. ამ სხეულებში კი ვართო, მაგრამ ჩვენ აგრეთვე აი ამ სხეულში კი ვიმყოფებითო, მაგრამ ერთდროულად ჩვენო ვართო რამდენიმე განზომილებებში. და მე ვაგრძელებო თემას ხომალდებთან დაკავშირებით. და ჩემი მხრიდან გეტყვითო, რომ ამ მომენტშიო ჩემთვის ცნობილიაო თუ რომელი სიხშირე მოდის ახლა ამ მომენტში ჩემთან. და ესე იგი, აქედან გამომდინარე ვინმესთვისო სხვა რაკურსიდანო თუ შეხედავთო, სხვა სიხშირიდან იმაზე, რაც ხდებაო ახლა ჩვენ ცაში, ჩვენ სივრცეში, საერთოდ ნახავთო, რომ კოსმოსში ხომალდების გამოჩენა, რაც ელტანა მაღწევა, სინათლის ხომალდების გამოჩენა, სინათლის ცივილიზაციების გამოჩენა, ეს არის გადასვლის გეგმა, რომელიც ახლა ხდება ჩვენ ცაში. და ამ არაჩვეულებრივი ფორმების მქონე ხომალდების გამოჩენა, რომელიც გზადაგზა იცვლიან თავის ფორმას და ამ ხომალდების გამოჩენა ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ხალხია, ეხმარება ხალხს შეცვალონ თავისი ცნობიერება. ყოველი გამოჩენა ამდაგვარი ხომალდისა ეს არის სიხშირის შეცვლა, ძაფრად იცვლება სიხშირე, იცვლება ცნობიერება, იცვლება ველის სიხშირე ამ ხომალდის გარშემო და ბუნებრივად ისინი, ვინც აკვირდება ამ ხომალდს, აგრეთვე თუნდაც ამას არ ზომს, მაგრამ მათი ცნობიერების სიხშირეც იცვლება. ანუ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უცხოპლანეტარულ ხომალდებს
რომლებიც შემთხვევით შევამჩნიეთ და ჩვენ მათ უყურეთ, ჩვენი ცნობიერების სიხშირე იცვლება უკეთესობისკენ. მიწის გაიას 3D სტრუქტურა, რომელიც ადრე იყო ინფორმაციული ველი და სადაც თითქოს და ჩვენ ვასხებობდით სამყაროში მარტონი, ეს ცნობიერების სიხშირე შეიცვალა და ამ ხომალდების გამოჩენამ, რადგან ჩვენ ვხედავთ ამ ხომალდების გამოჩენას, ესე იგი ჩვენი მიწა არ არის 3D-ში, ის ხო, ის არის უკვე მეოთხე განზომილების ველში. მე გეტყვით, რომ უკვე მეხუთე განზომილებაში გადავიდა, ეს ძველი ჩანაწერია. დღეს მოусმინე მე პანდორას ჩანაწერს და ძველი ჩანაწერი როგორ? ათისედველი, მაგრამ გუშინ ახალი ჩანაწერს მოусმინე პანდორასი და მაქედან ვიცი, რომ დედამიწა უკვე გადავიდა მეხუთე განზომილებაში. და ამ ველში, ვისაც აქვს მაღალი რეზონანსური სიხშირე, ხშირად თვალყურს ადევნებს და მათ აქვთ უნარი ნახონ ეს სინათლის ხომალდები და მიიღონ მაგათგან ამ ხომალდებისაგან კოდები. და ამდაგვარად მათი ნახვით იმ ვინც აკვირდება მათ, მასაც უფართოვდება თავისი ცნობიერების ველი და უძლიერდება სინათლის სხეულები. აგრეთვე ხომალდების გამოჩენა ცაში ემსახურება თანდათანობით დემონსტრაციას იმისა, რომ ეს არის სამშვიდობო გამოჩენა ამ ხომალდებისა და არა დესტრუქტიული ცივილიზაციების დაგეგმილი, რომელზეც ძალიან ბევრს წერენ ინტერნეტში და მედიაში, საუბრობენ ტელევიზორში და ისინი ამით დამატებით განშტოებას ხელოვნურ ხაზს ქმნიან იმისთვის, რომ იქ ისეთ ხაზს, სადაც ელოდებიან გამოჩენას აგრესიული უცხოპლანეტელებისა და რომლის შედეგად იქნება დედამიწის ასე ვთქვათ ზახვად დაპყრობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მიწა უკვე იყო დაპყრობილი და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა მასე არა. ახლა ეს დემონსტრაცია, რომელსაც დემონსტრაციას ატარებენ უცხოპლანეტარული ობიექტები, ხო? ამას ყველაფერს თავისში მოაქვს მშვიდობიანი ხასიათი. ეს ამბობს იმაზე, ეს გვეუბნება იმაზე, რომ მათი აქ დასწრება არის უსაფრთხო და ჩვენ არა ვართ მარტონი. და ეს არის მათთვის, ვინც უკვე არ იმყოფება 3D-ს ცნობიერების ველში. არამედ ეს ამბები არის მათთვის და ვინც მით უმეტეს არის ვარსკვლავური თესლები და განმეორდებიო, რომ ყოველ ჯერზე ვინც აქ მოვიდაო თავისი ხომალდით, ეს არისო მათი პერსონალური ხომალდი, ზოგისთვის ეს არისო დედობრივი ხომალდი, რომელშიც სხვა ბევრი პატარა ხომალდებია, შატლები და ეს ხომალდები ჩვენ დავხსნებენ ჩვენი განსახელების მომენტში სულ. ზოგიერთი ჩვენგანი თავიანთ ხომალდეს ხედავენ ცაში. ხედავენ. მაგრამ ზოგიერთის ხომალდი ესწრება მხოლოდ ველში.
რაც მე მახსოვსო კრისტალური ხომალდები. კრისტალური არა იმ გაგებით, რომ ეს არის მყარი კრისტალი, არა. მაგრამ ეს კრისტალები გამოიყენება ხომალდებში, ani ეს კრისტალები არის ცოცხალი და იცვლიან თავის სტრუქტურას. ფერიები ამ კრისტალების გაზრდის დროს მაგაში უმატებენ სხვადასხვა მეტალების შენარევს ამ კრისტალებში და ეს აძლევს შესაძლებლობას ხომალდს იყოს მყარი მომენტში და შეიცვალოს ფორმა და მიიღოს სხვადასხვა ფორმა დაწყებული მეტალური ფერისა. მას აგრეთვე შეუძლია მიიღოს ფორმა სრულიად კრისტალიკური გამჭრიახე ან რბილისა. აგრეთვე შეუძლია სიხშირით შეიცვალოსო. მაპატიეთ, მეგონა გავთიშე ჩაწერა და აქან ხანდახან ჭრის აქა ბოლოებში და იფესი არ მინდა შევიყვანო და ასე ვშვები ხოლმე. დამავიწყე რომ ისა პაუზაზე მეყენა მეგონა ტელეფონი. და ახლა რამ დამაფიქრა გეტყვით. სულ არადა ნახევარი ვიდეო მაქვს მარტო ჩაწერილი და იმასა რომ უყურებ დროს მაგას ფიქრობდი ახლა რა ვქნა. ხო, ასუნი ამბობს რომ ეს ხომალდები ეკიპაჟთან ერთად ქრება და იმ ადგილზე ჩდება, სადაც დაგეგმილია მათი გამოჩენა. აგრეთვე პლაზმური ძრავები მაგალითათო ხომალდი რომელიც მოძრაობდაო ხილულ სივრცეში, მაგალითად ჩემთანო მოფრინდაო ერთხელ სამკუთხედიანი ფორმის ხომალდი ვეგიდან და ის იყო ამდაგვარ პლაზმურ მარევში გადაადგილდებოდაო უხმაუროდ და პლაზმის ნაკადები გამოიყოფოდაო. ხომ იცით რამე ისა ზერო ანათებს აი მუთუნებში რო გვანახებენ და თითქოს ალის კუდებივით გამოიყოფა. ან ცეცხლი დახატული ცეცხლი მუთუნებში ხომ გინახიათ რომ მოძრაობს ამდაგვარად მოძრაობსო პლაზმა გამოიყოფაო ხომალდს. ეს ბურთები, ეს იყო ბურთები და ხომალდის გამჭვირვალე სხეული უხილავი არ ჩანდა. უხილავი იყო, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი პლაზმითია დაფარული, თითქოს და უასროდ მოძრაობდაო პლაზმის როგორ გითხრათ ეს კუდები.
და ამ პლაზმით ისო შედისო ველში ატმოსფეროში და გადაადგილდებაო. უხმაუროდ გადაადგილდებაო. აქ არც სიჩქარია, არც წინააღმდეგობებია, არაფერი არ ხდება. ასეთი ხომალდების აშენების პრინციპი ერთნაირია. შეიძლება შენი მერკაბა აშენო, შეიძლება გეომეტრიული ფორმა აშენო მერკაბასი, როგორც სატრანსპორტო საშუალება და გადაადგილდე სამყაროში სხვადასხვა განზომილებებში ამ მერკაბას მეშვეობით. მაგალითად ჩვენ გემი, რომელიც ჩვენ ვაშენეთო, ჩვენი განზრახით, ჩვენი ასაფორმებით და ვიბრაციებით, სიხშირით, ქმნით ჩვენ გარშემო. პრინციპში ეს ლამაშო ვაშენეთით ჩვენი სხეულის სინათლით და ჩვენი სხეულის სინათლე და ხომალდის სხეული იდენტურიაო და ჩვენ შეგიძლიათო მოგზაურობა გამოვიყენოთ ის როგორც გუმბათი დაცვა, როგორც დამცავი სატრანსპორტო საშუალება, როგორც უნივერსალური საშუალება. მაგალითად მე მყავსო გემი, რომელიცო ალბათ წრულ დონეზე იქა, რომელიცო რომლის კრისტალი არისო ხომალდის ცნობიერებაში ჩადებული. აი მაგალითად, ხო ეს ყვებოდა პირველი ვიდეო მაქვს მე დადებული ასუნის და ლეტალიას ჩანაწერი. დელფინს ეყვებოდა ის პლეადებზე დელფინს გადაიცვალა უფროსორა დელფინები. ახლა რომ დელფინები ცხოვრობენ აქ, ადრე ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, გამჭვირვალე დელფინები, ცნობიერებით მაღალ დონეზე დგარი დელფინები და როდესაც მოხდა დედამიწის დაპყრობა, ბევრი დელფინი განადგურდა და ერთ-ერთი დედალი დელფინის მეგობარი, პარტნიორი დაიღუპა მაგ დროს და ეს დედალი დელფინი დათანხმდა, გარდაცვლილი იყო და ცნობიერების სახით ასუნის ხომალდზე ეცხოვრა. ანუ მისი ცნობიერება ჩაიტვირთა ასუნის ხომალდში. იქ ბიოლოგიური კრისტალური ხომალდი ჰქონდა ასუნს და ცნობიერება სჭირდებოდა და ცნობიერების სახით ემსახურა თავისი პარტნიორის სამახსოვროდ. სხვადასხვა ეს ვიდეო მაქვს მე დადებული. მას უყვარდა ძალიან თავისი შეყვარებული. კარგი, მე ახლა უნდა შევამოკლო, თორემ ესე იგი ბევრი ვინც ახლა დედამიწაზე იმყოფება წრულ დონეზე, ну ეს ხომალდები ყველა წრული დონიდანაა მოსული. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე დამაღლა განზომილებებიდან და ბევრს ელოდება თავისი ხომალდი გამოხდების შემდეგ. ძალიან ბევრს. ну თქვენს ღაპრად მოგეჩვენებათ ახლა, მაგრამ სიამოვნებაში მასე არის. და ეს ხომალდები ბევრთაგანი ხომალდი დამალულია სხვადასხვა განზომილებებში, რაც მიუწვდებელია ჩვენი ადამიანური ავატარის თვალით. ხო, ჩემი ხომალდით პერიოდულად აქ იმყოფებაო, ჩემ გოდით და აგრეთვე აქ არიანო სირიუსის
galaktikuli mzebis ჯგუფი იქ არის რომ ჩემი ასპექტი ალკანზარი თეთრი ლომი ურმას ცივილიზაციიდან არიანო მისი მოწაფეები ისი როგორც მასწავლებელია მაგისტრია იოგის მაგისტრი ამის ახსნა ამის გადმოცემა ცოტა რთულიაო ეს ხომალდები ამ ხომალდებს ვაქვსო ბუმერანგის ფორმა ხომალდები რომლებითაც ისინი გადაადგილდებიანო არა მხოლოდ გადაადგილდებიანო არამედ გადმოცემენო ხოლმე მე სიხშირის კოდებს ისინი პრინციპში აქ სიფთეს იცავენო რომ ასტრალური განზომილებებიდან ვინმე არ გადმოხდესო იგენიო ჩემს სიფთეს ჩვენ სიფთეს იცავენო აგრეთვე ზოგიერთი ავატარის სიფთესაც იცავენო იმ პლანს იმ გაგებაში რომ ჩვენ წივი მოძრავოთ და განიცადოთ ჩვენი გამოცდილებები და უგეგმავი რაღაც სურპრიზებიდან ასტრალური პლანის წარმომადგენლების მხრიდან დაბალ ვიბრაციული წარმომადგენლების მხრიდან ხანდახან ხდება რომ ისინი სურპრიზებს უმზადებენ ავატარებს ხო ხომალდები უფრო დაფრენავენო ატმოსფეროს ზედა ფენებში და ის ხომალდი რომელიც გამოვლინდა 11 აგვისტოს 24 წელს რომელზეც მეყვებოდი 54 წუთი ის ნახიო მე ღამით კი არა ძალიან ძლიერი ლამაზი ფრთების კონტური ქონდაო უზარმაზარი ფრთების მრავალი ხომალდებიდან აწყობილი ეს იყო ჩვენი ფოტი ჩვენ ვართო მომავლიდან ჩვენი ცნობიერებები ჩვენი ცნობიერება ანუ ყოველი ცნობიერება არის მომავლიდან ჩვენ ვართო მრავალგანზომილებიანი რომლებიც ვართო ფრენაში გროდებითო ჩვენი განზრახვით ჩვენი სიხშირით ჩვენი რეზონანსით და გავდივართო მაღალ დასწრებაში ვიხსენეთ ჩვენ თავს მომავალში ჩვენ გიგეში გიგეს ფოტში ვართო ამოცანით იმისთვის რომ მოვიდეთო აქ ამ დროის სივრცეში ამ დროის სივრცეში გამოვლინდებითო აქ იმისთვის რომ ეს სიხშირეები ამ სიხშირეებს ხარი დაუჭიროთო და ჩვენ ავატარებს ჩვენი ავატარები გავახვნებოთო ზოგჯერ რობოტი არასრულად ყვება მაგრამ მინდა ის შევამცირო აცუნი ამბობს ჩვენო ვიწყებთო ჩვენი ველებით ამ galaktikuri ავატარებით ახლა სინათლის ველში შერევას სინათლის სხეული არ არის უბრალოდ სინათლის სხეული ადამიანის არამედ ეს სხეული იცვლება და ამას ხელს უწყობენ ხომალდები რომლებიც მოვიდნენ ჩვენთან რადგან მათში ეს მეხსენება არის მეხსენება ჩვენი სინქრონიზაცია მათთან ეს არის ჩვენი ნეირონული კავშირი თად ნეირონულ კავშირს არ გავს მაგრამ ეს არის ველი სრული ველით კავშირი სიხშირეები ამ ველის სიხშირეების მეშვეობით ამ ელექტრომაგნიტური ველების დახმარებით ვიბრაციული ეს კავშირი ესწრება იქ უფრო ძლიერია
გაჩნდება ახალი ფორმულები, ახალი ანგარიშები. ჩვენ ვართ აქ იმ გალაქტიკურ ავატარებში, რომლებიც არიან თავისუფალი. ასული მადლობას უხდის სინათლის ცივილიზაციებს, თავის ხომალდებს და ახლა სიტყვა გადაეცემა პანდორუშკას. პანდორუშკა ამბობს, რომ მქონდა სხვადასხვა განსახიერება და ერთ-ერთი განსახიერება მახსოვს, სადაც ვიყავიო მამაკაცი. ჩემი გემი ჩაიძირაო წილეცკა მოუზიარე, მაგრამ ეს დედამიწაზე არა, არ ვიცი სადაც წილეცკა ოზერა, ყოფილა ასეთი ტბა წილეცკა ოზერა და ის ჩემი ხომალდი დღემდე იქ არისო. მე არ ვიციო რა მოხდებაო ამ სიხშირეების აწევის შემდეგო, შეიძლება ეს ხომალდიც აიწიოსო, რაღაც წითელი მეჩვენებო თვალები და როდესაც სინქრონიზაცია მთელი სივრცისა მოხდებაო, მე შევძლებო ამ ხომალდის ისევ აქტივირებას და მისაწევას. ხომალდებიო აქ, რომლებიც არიანო, ეს არ არისო სივრცის ერთნაირი სივრცე, დედა რა წიგილია. აქ არის ხომალდები ძველი ცივილიზაციებისაო, არისო ხომალდები ახალი შვაბიისაო, საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისაო, დაუშვათო. ესეც იქნებაო ცივილიზაცია. ხო, იქნება, მაგრამ ისინი კერძო ხაზით გავიდნენ. ისინი 1000 წლით წინ არიან, ვიდრე დედამიწელები, იგივე ყოფილი ნაცისტები. 1000 წლით წინ გვისლებენ ჩვენ, წამოიდგინეთ. დასაკვირველია, ისინი ნეგატიურად არიან გაწყობილი ადამიანების მიმართ, საერთოდ დედამიწელების მიმართ, ეს ნაცისტები. აგრეთვე არიან ბევრი ცივილიზაციები, რომლებიც არსებობენ ესა პარალელურ სამყაროებშიო. ეს არის ძველი ფრინავი ქალაქები. ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას თუ რა ხდება და როგორ ხდება. აქ ბევრი ისეთია, რაც არ ჩამეტყვა, ცოტა დროა დარჩენილი, ადგილი უფრო სწორად. მოვასწარი, ბევრი რამე გამოვტოვე მე. კიდევ ვაპატია ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, თვალს ასე რომ ვაკეთებდი, სიამოვნეს აქ ხანდახან მიჭირება. თითქოს ისეთი შექმნება, რაღაც შეგევარდაო თვალს. და საერთოდ წესად მაქვს ამის რაღაცაზე ჩავფიქრდი ახლა მე, რაღაცაზე ჩავფიქრდი ისეთ მომენტში და ეფირი არ გამithიშია. ასე რაღაცები მჭირს ხოლმე მე. იქიდან ვიყავი, თვალის იქიდან რომ ვიყავი, მითხრა მე რა მოხდა, წითელი კაპილარი გაქვს გავსტარა და კაპილარი შაშია. კარგით. იცით რა? ჩემო კარგებო, ზე კიდევ არის იქ დრო და რამე დაგითხრათ. ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, იყავით პოზიტიურები. შეიძლება ის გვარად. მე ამას არ ვამბობ, რომ ნეგატიური ხალხი თავზე უნდა დაიჩინოთ, არა. არ ვიცით უფლება ნეგატიურ ხალხს თქვენი ენერგიებით იკვებონ. ჩვენ ამიტომ ორი სიტყვა გითხრათ. ეს თქვი მე გუშინდელ ვიდეოში მგონი, მაგრამ ახაც მინდა გითხრათ.
თუ დააკვირდით თქვენ, ხშირად ითიშება დენი, ხშირად, ბოლო დროს. და მთელი საქართველო რომ იყო გათიშული, რას ფიქრობთ ამას? მე ამაზე ჩემი ვარიანტები მაქვს. არის ენერგეტიკული იარაღი, სპეციალური იარაღი, რომელიც იწვევს ენერგომუხტს. სპეციალური ენერგომუხტს, რომელიც თიშავს მთელ ელექტრონიკას. ეს ყველათ არ მოხდარა მასზე. რამ პასუხს ვერ იძლევა, თუ რა გონიათ არ აქვს პასუხი? აქვთ. უბრალოდ ხალხი ჩვენ, ბევრი ქართველები არა მზად ეს ინფორმაცია გაიგონ. არა მზად. იქნა გამოყენებული, მე ვთქვი რომ ალბათ რადგან ასტრალში ბრძოლები მიდის, რაღაც იარაღი გამოიყენეს, მაგრამ ეს არაუცილებელი ასტრალიდან ემოქმედათ. შეიძლება რომ ვიღაც ხარემ მაგეთად იგივე ჩრდილოეთმა სახელმწიფომ გადაწყვიტა რაღაც საკითხში საქართველო არ ეთანხმებოდა დაუშვათ ვინმე რომელიმე მხარეს და გადაწყვიტა გაკვეთილი ჩაიტარებინა საქართველოსთვის, ხო? არა? შესაძლებელია ყველაფერი, ხალხო. და ეს პატარა ქაოსები, ხედა დაიწყო კრიმინალი ზუდიტში არა, ბათუმში და თბილისში. მოკლეს ახალგაზრდები, იმიტომ რომ იცნობდნენ, ხო? ეხლა დაზუსებით არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ მაინც ხალხო არ გაგიკვირდით. პატარა რულობები არა, მე ეს არ მინდა დასაკვირველია, მაგრამ ახლა ჩვენ ვადგავართ ისეთ გზას, ეს არარულობები, პატარა არარულობები იქნება ყველგან. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მალე მოხდება სიმნის ამოჭრა. წყალებში იმ ჩრდილოვანი სახელმწიფოს სახით ჯერ ისე ღმართ არის, აქვს ამ ჩრდილოო სახელმწიფოს სპორტივით ფესვები, ხესავით ფესვები ყველგან გავრცელებული, რომ საქართველოს დასჯა დაიწყეს უკვე, ხედავთ? გზავნილებიო შეაჩერესო. და კიდევ რას მოიფიქრებენ საქართველოს წინააღმდეგ? არა, მე პოლიტიკაში არ შევდივარ. უბრალოდ მე მინდა თქვენ აგიხსნათ. მესმის. შეუძლებელია გულთან ახლოს არ მიიტანო ეს ყველაფერი, მაგრამ ჩაუხმავდებით ამ პრობლემებს, ხალხო. გამაგდით და კიდევ გამაგდით. თქვენი თავი თქვენთვის უნდა გაამაგროთ. შემოკარგებო. ვიბრაციები არ უნდა დავიკვთოთ. ნახევარი, ხო, ეს არ მithქვათ თქვენთვის. ნახევარი უკვე გადასულია. ის გოგოები, როგორც პანდორა, იტალია, ალონა ბერეგინა. ერთი ფეხით ხოთა სამყარო იმაში არიან გაზომილებაში. ამდაგარი ხალხი ბევრია. არა, გადასვლა ჯერ არ მოხდა, უბრალოდ უბრალოდ ზოგი ამბობს მოხდაო, ზოგი ამბობს არ მოხდაო, მაგრამ კრიტიკული მასა, როგორც კი გაიზრდება, გადასვლა იმ წუთას რომ მოხდება. ჯერ არის კიდევ დრო, ჩვენი აზრები დავაწყოთ. მე პირადად ბევრი რამე მაქვს დასამუშავებელი. ძალიან ბევრი რამე მაქვს დასამუშავებელი, შემოგარგებო. გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ დღეებს. თავარია შევინარჩუნოთ
სიმშვიდე არ ჩავარდეთ პანიკურ შიშებში. არ დავიახლოვოთ შიშები. აი ეს უნდა ჩვენ ტრებს, რომ ჩვენ შეგვეშინდეს. ვაი რა გვეშველება, ვაი რა სჭამთ, ვაი საწვავით თუ არ იქნა როგორ გადავადგილდეთ. თუ რა გონიათ მე არ მახელობს როგორ არა, მაგრამ აი ეს არის ცვლილება, ეს არის შეცვლა ჩვენი ცხოვრების. ჩვენ უნდა მივიღოთ ის მომავალი, და თუნდაც არ ვიცოდეთ თუ როგორი იქნება ეს მომავალი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მომავალი შევცვალოთ. ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე. ჩვენ არ ვიცით ხო მომავალში როგორი იქნება, რა იქნება, მაგრამ ჩვენ ხო გვინდა კარგი მომავალი, ხო? გვინდა დაწყობილი მომავალი, გვინდა მაღალ განზრახებაში გადასვლა. ხალხო, თქვენ თუ შეიცვლით აზროვნებას და იფიქრეთ მხოლოდ კარგზე, ეს არის, იცით რა, ჩვენი გამოცდა. მე არ ვამბობ, რომ ადვილი იქნება. ადვილი არ იქნება. ხანდახან ჟვანდელი მივის იმის წარმოდგენაში თუ რა იქნება, მაგრამ მე იმედიანად ვარ, ხალხო. მე მხოლოდ კარგზე ვფიქრობ. მოდით მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.